იმ დღეს ვისხედით მეგობრები, მშობლები უმეტესობა და ლაპარაკობდით ვიცი შვილი რამდენ დროს ატარებს ტელეფონთან, ხო დაგინახავს სახე ადამიანისა, რომ თურმე არ ყოფილა ყველაზე საშიში, რაც შეიძლება დაემუქროს ბევრ ადამიანს ერთბაშად. პროცესი დასრულდა ამერიკაში, რომელსაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს და რომელმაც შეიძლება სოციალური მედიის ლანდშაფტი შეცვალოს, სოციალური ქსელი ტვინს ულპობს ბავშვებს. რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს იყოფა ორ ძალიან მნიშვნელოვან კატეგორიად. ანუ კაი, უშუალოდ რა იწვევს შფოთვას? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. არის ერთი ნიუანსი. გვიყურა ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. ალბათ ბევრისთვის ნაცნობის სცენა იქნება, იმ დღეს ვისხედით მეგობრები, მშობლები უმეტესობა და ლაპარაკობდით ვიცი შვილი რამდენ დროს ატარებს ტელეფონთან, რა სოციალურ ქსელებშია და როგორ ვახერხებთ, ვცდილობთ რომ მოვახერხოთ, რომ ცოტა მაინც გაუკონტროლოთ იქ გატარებული დრო. და ერთმა ჩემმა მეგობარმა ახსენა, რომ ფსიქოლოგის კომენტარი ვნახეო, სადაც ამბობდა, რომ სოციალური ქსელი ტვინს ულპობს ბავშვებსო და რომ ჩავეკითხე, მეთქე, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ულპობსო. ესეთი რაღაცა თქვაო და მეთქე არ არსებობს ხა შეიძლება ეგრე მოხდეს, ვარიანტი არ არის. აბა როგორ არისო? მან გავიჭედა, იმიტომ რომ პასუხი არ მქონდა და მე გამახსენდა, რომ აგერ არის ერთი ნიუანსი. გადაცემა სადაც სწორედ მსგავს შეკითხვებს ვცემთ ხოლმე პასუხს, რა ვიცით, კვლევებით, რისი თქმა შეგვიძლია მეტნაკლებად დარწმუნებით, რა კონტექსტი უნდა ვიცოდეთ. ახლა გეტყვით მაგ ყველაფერს, პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. თავიდან ვიდრე თემას გავშლი, მინდა რომ ჩემი პოზიციაც გაგაცნოთ. ამ გადაცემას ასე ვწერთ ხოლმე, ვიღებ შეკითხვას, ვიწყებ კვლევას, მე ამ კვლევის შედეგების სინთეზს ვცდილობ და რაც გასაგებად დაალაგებას რო თქვენამდე მოვიტანო. მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ადამიანი რა პოზიციიდან მიუდგა ამ კვლევას. წინასწარ განწყობა რა ქონდა. ჩემი არის ესეთი, მყავს ორი შვილი, უფროსი არის სტუდენტი, უმცროსი მეოთხე კლასს ამთავრებს და როგორც ყველა მშობელი, მე ძალიან დიდი შიშით ვუყურებ ამ სოციალურ ქსელებს. ჯერ მარტო ის არის თავის ტკივილი, რო არის ვიღაცა ხო არ ელაპარაკება შვილო, მითხარი ყველაფერი, ნუ ხო იცით არა. და მეორეა, რომ აი ხო დაგინახავს სახე ადამიანისა, რომ დაზომბებული რო სკროლობს ბავშვების, რა ჩვენც ვართ ხოლმე ეგრე და ფიქრობ, რომ აი მე ეს რაღაცას უშავებს ახლა ნამდვილად. მაგრამ ისიც არის ხოლმე, რომ არ მინდა რომ პანიკას ავყვე. იმიტომ რომ ეგრე 1000 ვინმე 1000 რამეს ამბობს, შიში ზოგადად კარგად იყიდება და ხშირია რომ მშობელს ისედაც გულში დარდის ნავთი გაქვს ჩასხმული და ვიღაცა ზევიდან კიდე ცეცხლს გისხამს. ეგეც რო არ იყოს, განათლებით ვარ მედიის მკვლევარი, მაგისტრი გახლავართ და ვიცი რომ ყოველ ახალ მედიას თან ახლავს ხოლმე პანიკა. ახალგაზრდა რო ვიყავი, ეს პანიკა იყო ტელევიზორთან დაკავშირებით, რომ ვაიმე გვაჩლუნგებს, ვაიმე ბავშვებს რას უშვება, მანამდე იყო რადიო და როკ-ენ-როლი და სუნთლად მანამდე იყო კროსვორდები. ანუ მართლა 1920-იან წლებში იყო შიში, რომ აი კროსვორდების გამო გაგიჟდებოდა ხალხი. თუმცა ისიც არის, რომ აი ამ სოციალური ქსელის და კროსვორდის თლათ ერთ სიფრყეში განხილვაც არ იქნება სწორი. ამას ცოტა რაღაცა სხვა სუნი უდის. ცოტა სხვანაირად საშიშად მეჩვენება, ეგრეა. აი ვნახოთ, ბლომად კვლევები ვიკითხე და ვეცდები რომ გასაგებად გითხრათ, რა არის ძირითადი საფრთხეები, რომელიც გვემუქრება ჩვენც, მაგრამ ნუ განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს. საფრთხეებით დავიწყებ თავიდან, რომელიც აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ მე ცოტა დავაბალანსებ, იმიტომ რომ თლათ ვაიმე პანიკა და ეს რა გვეშველება არც ეგრეა საქმე. ჯერ მოდი რომ ვლაპარაკოთ, რა ზიანი შეიძლება ვიღაცას მიადგეს, რას გულისხმობთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს იყოფა ორ ძალიან მნიშვნელოვან კატეგორიად. ერთი შინაარსით გამოწვეული ზიანი და მეორე დიზაინით. აგიხსნით ახლავე, შინაარსი კონტენტი ვთქვათ, რომ არ თქვა, მაგრამ ნუ ეგ არის რა. არის რომ ადამიანი გაეცნო რაღაცა არასაჭიროს, ან ცუდი ვიდეო ნახა, ან რაღაცა უსიამოვნო წაიკითხა, ან ყველაზე ცუდ ვარიანტში ვიღაც არასაჭირო ტიპმა მიწერა, სრულიად არასაჭირო რამეები, შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის, შეიძლება იყოს ბულინგი, ასე შემდეგ. ეს არის მოკლედ შინაარსით მიყენებული ზიანი. ეს არის ცხადია ძალიან სერიოზული რაღაცა, სრულიად რეალური პრობლემაა, არაერთი ადამიანისთვის დაუნგრევია ცხოვრება, მაგრამ ამ შესავალს ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვა, რომ ეს თურმე არ ყოფილა ყველაზე საშიში, რაც შეიძლება დაემუქროს ბევრ ადამიანს ერთბაშად. იმიტომ რომ არსებობს მეორე აპლიკაციის თუ საიტის დიზაინით გამოწვეული ზიანი. და ეს არის რომ თქვა, ადამიანმა არც ცუდი ნახა რამე, არც ვიღაცა უსინდისო მიწერა, არც ბულინგის მსხვერპლია, არაფერი. თავისთვის ზის და სკროლავს, არაფერი არასაჭირო არ უნახავს.
მაგრამ მაინც შეიძლება მიადგეს ზიანი, იმიტომ რომ თვითონ აპლიკაცია იქნება თუ საიტი იქნება თუ პლატფორმა, არა აქვს მნიშვნელობა, ისეთი დიზაინი აქვს, ისე აწყობილი, რომ ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაგატარებინოს ამ პლატფორმაზე და ეს თავისთავად არის უკვე პრობლემების გამომწვევი. პირველ რიგში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სულ მცირე 300 კვლევაა ჩატარებული, სადაც ნაჩვენებია, რომ არის კავშირი სოციალური მედიის ხშირ მოხმარებასა და დეპრესიასა და შფოთვას შორის ბავშვებსა და მოზარდებში. ახლა ეს სხვადასხვა ხარისხის კვლევებია, ზოგი უკეთესია, ზოგი უარესია, მაგრამ იმდენი მასალა გვაქვს დაგროვილი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავშირი აქ ნამდვილად არის. კიდევ ერთხელ პროცენტული მაჩვენებელი ერთ კვლევაში ერთია, მეორე კვლევაში მეორეა. კვლევები ასევე სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ ხშირი მოხმარება რა არის. ზოგისთვის არის 2 საათი და მეტი დღეში, ზოგისთვის არის 3 საათი და მეტი დღეში. მაგრამ აი საკმაოდ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კავშირი არსებობს. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ კავშირი არის, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივობა ამ კვლევების უმეტესობიდან არ ჩანს. ანუ რა იგულისხმება, რომ ერთია, რომ შეიძლება მოზარდი გაატარებს დიდ დროს სოციალურ ქსელში და მერე უფრო დიდი შანსია, რომ შფოთვა ან დეპრესია ჰქონდეს, ან მეორეა, რომ უკვე ვინც დეპრესიულია და უკვე ვინც შფოთავს, ის ატარებს მეც დროს სოციალურ ქსელში. არც ამის გამორიცხვა შეიძლება, ესეც გონივრულია, რომ იყოს მიზეზი. ხოდა ერთი ამერიკული კვლევა ნახე, რომელიც აი სწორედ ამ საკითხის გადაჭრას ცდილობდა და ესეთი ჭკვიანური რამე მოიფიქრეს, თუ გახსოვთ თავიდან Facebook-ი, როდესაც გაჩნდა, იყო მხოლოდ ამერიკული კოლეჯების და უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის. კოლეჯებს ნელ-ნელა ემატებოდა ეტაპობრივად Facebook-ი და ამ მეცნიერებმა აიღეს თარიღები, როდესაც თქვათ კოლეჯში შევიდა Facebook-ი და შეადარეს იმ დროს ჩატარებულ კვლევებს სტუდენტებისა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. და სწორედაც რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაინახეს. ანუ კოლეჯზე რომ Facebook-ი ჩნდებოდა, საშუალოდ 9%-ით იმატებდა დეპრესია სტუდენტებში, 12%-ით იმატებდა შფოთვითი აშლილობები და აკადემიური მოსწრება ვარდებოდა. ეხლა ეს ერთი კვლევა, მნიშვნელოვანი კვლევა, საინტერესო შედეგებს აჩვენებს, მაგრამ დღემდე ესე აბსოლუტურად გადაჭრით, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავადგინეთ, მანდ ჯერ არა ვართ. ნელ-ნელა სამეცნიერო კონსენსუსი უფრო იქითკენ იხრება, რომ სოციალური ქსელის ხშირი მოხმარება იწვევს დეპრესიას თუ შფოთვით აშლილობას, მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით და თან ალბათ ცოტა ორივე არის. ანუ კაი, უშუალოდ რა იწვევს შფოთვას? ანუ თავისთავად ამ აპლიკაციის მოხმარების აქტი? ამაზე პასუხმა გამაკვირვა ყველაზე უფრო. ერთი კვლევა არის ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ ჩატარებული, მარტში განახლდა შედეგები. ეს კვლევაც როგორც ის 300 აჩვენებდა, რომ არის კავშირი სოციალური ქსელის ხშირ მოხმარებასა და დეპრესიას შორის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო დასკვნა თუ რა იწვევდა ამ დეპრესიას თუ შფოთვით აშლილობას. აუ გამოიცანით. ძილის ნაკლებობა თურმე. ვიდრე გადაცემების აი ამ სერიის არის ერთი ნიუანსი, ახლა რასაც უყურებთ, ამის ჩაწერას დავიწყებდი, ახლა კი ვიცოდი, რომ ძილი მნიშვნელოვანია, ვინ არის ეს ეგ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თუ რეალურად რამხელა მნიშვნელობა აქვს საკმარის ძილს და ხარისხიან ძილს. ანუ რა თემის კვლევაც არ დავიწყე. იქნებოდა ეს რაღაცა ფიტნესი, მენტალური ჯანმრთელობა, ფიზიკური ჯანმრთელობა, კვება, სულ ყველგან მივდიოდი, რომ ძილი. არ გეგონოთ, რომ დიდი ძილი მაფინანსებს ან რაღაცა ინტერესები მაქვს. უბრალოდ, რა ვიცი, ყველა მეცნიერი ეჟვანი იმას ჟღერენ, რომ აი ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თურმე ესეც ყოფილა ნუმერი პირველი ფაქტორი, რომელიც შეიძლება იწვევდეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას სოციალურ ქსელებთან მიმართებაში. ანუ კიდევ ერთხელ ის ვიღაცა ბოროტი უცხო არის აბსოლუტურად რეალური საფრთხე, მაგისი დაკნინება არ ღირს, არ ვცდილობ, ეგ არის, რა ვიცი, დასალაპარაკებელი, მოზარდი იქნება თუ უფროსი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, არის გასათვალისწინებელი, არის გასაფრთხილებელი, მაგრამ აი რო ავიღოთ ესეთი საფრთხეების ჩარტი რო გავაკეთოთ, ჰიტ პარადი საფრთხეების, პირველ ადგილზე არის სწორედ ძილის დარღვევა და არა რამე სხვა. მეორე ადგილზე რა არის? სოციალურ შედარებას უწოდებენ ხოლმე, ანუ როდესაც შედიხარ Instagram-ზე, ვთქვათ, ან TikTok-ზე და ხედავ, რომ ყველა სხვა უკეთესად ცხოვრობს ვიდრე შენ. ყველა სხვას მეტი აქვს, ყველა სხვა უფრო ლამაზია და შენ არ ახარ მთლად ისე კარგად და ნუ ამის გამო რაღაც ცუდად გრძნობ თავს. ეხლა სულ ყველას ქონია ეგა, ცხადია, მაგრამ მოზარდებში ეს არის განსაკუთრებული პრობლემა. 2022 წლის კვლევაა კემბრიჯის უნივერსიტეტის, რომელსაც რავი, ყველა ციტირებს ხოლმე, სადაც არის ნაჩვენები, რომ არის გარკვეული პერიოდი, როდესაც არის განსაკუთრებულად საშიში. გოგოებისთვის ეს არის 11-დან 13 წლამდე, ბიჭებისთვის არის 14-დან 15 წლამდე, ნუ რაღაცნაირად გარდატეხის ასაკთან არის დაკავშირებული. და მერე ორივე ჯგუფს ერთად აქვს პრობლემა 18-დან 20 წლამდე, იმიტომ რომ ესეც ის დრო არის, როდესაც განსაკუთრებულად დიდი ცვლილებები ხდება შენს ცხოვრებაში. აი ამ დროს სოციალური შედარება, რომელიც ისედაც ყველას გვაქვს ხოლმე, შეიძლება განსაკუთრებით მტკივნეული იყოს და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის ფსიქიკა.
მესამე ადგილზე რა არის ამ საფრთხეებში? ცოტა ზოგადია, მაგრამ თავად ამ აპლიკაციაზე თუ პლატფორმაზე დამოკიდებულება. ანუ აქ რა იგულისხმება, რომ ადამიანი, რომელიც დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელში, ამ დროს სხვა რაღაცას არ აკეთებს. რასაც ჯობია რომ აკეთებდეს, რავი, ბურთს არ აგორებს, არ ხატავს, მუსიკას არ წერს, წიგნს არ კითხულობს, რაღაცა სხვას არ შვება, ჭადრაკს თამაშობს, არ ვიცი, რასაც ისე ამის გარეშე გააკეთებდა. არ იწყენს. მოწყენა არის ხოლმე მნიშვნელოვანი, ან დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც, იმიტომ რომ ამ დროს გეხსნება რაღაცა შემოქმედება, გონება ვითარდება და როდესაც არასდროს არ იწყენ, შემდეგ განვითარებაც შეიძლება რომ შეგიფერხდეს. კაი, თავიდან დაგპირდით, რომ მარტო ეს დაშინება რო ვაიდე და არ გვეშველება არ იქნებოდა და ეხლა დაგიბალანსებთ ცოტა სხვანაირი კვლევებით. ერთი ესეთი ნიუანსი ედინბურგის უნივერსიტეტმა წელს გამოაქვეყნა მრავალწლიანი კვლევის შედეგები. ანუ ბავშვები აიღეს 11 წლისა, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ სოციალურ ქსელს და შემდეგ ისინი გამოკითხეს 14 წლის და 17 წლის ასაკში. თავად მოზარდებიც და მათი მშობლებიც. და ამ კვლევის თანახმად სოციალური ქსელის ხშირი მოხმარება არ არის კარგი ინდიკატორი იმისა, მერე ადამიანს განუვითარდება თუ არა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ რომ შეხედეს, კავშირი ვერ დაინახეს. ხო და ეს რომ ნახე ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ ერთი მხრივ როგორც გითხარით, რავი, 300-ზე მეტი კვლევაა, რომელსაც კავშირი აქვს დადგენილი, ამათ სხვა რაღაცა შედეგი დადეს, რა ხდება? ესენი ცდებოდნენ, ისინი ცდებიან თუ რა ვითარებაა. მე მგონი გავერკვია და ახლა გაგიზიარებთ ამას, ანუ არც ესენი ცდებიან და არც ისინი. განსხვავება ამ კვლევებს შორის არის ასეთი, რომ ის 300-ზე მეტი კვლევა რო ვახსენე, აბსოლუტური უმეტესობა არის ალბათ კითხვარი. ანუ ესეთი ტიპი არა, გეკითხებიან თავიდან რა დროს ატარებ დღეში სოციალურ ქსელში, მე რაღაც სხვას გეკითხებიან, მე კიდე რაღაც სხვას გეკითხებიან, მე გეკითხებიან ბოლოს როდის იგრძენი თავი ცუდად, მე კიდე რაღაც სხვას გეკითხებიან, რამდენად ხშირად შფოთავ ხოლმე, რომ მოკლედ უკეთესად არის შედგენილი კითხვარი ვიდრე მეგითხარით, მაგრამ პრინციპი არის ეგეთი, ამ მონაცემებს იღებენ და შემდეგ კორელაციას ადგენენ. ეს არის ერთგვარი, რავი, როგორც ვთქვათ, ორგანზომილებიანი მაჩვენებელია. ფოტო არის, რომელიც იმ წუთის მონაცემებს გაჩვენებს. და აი ედინბურგის უნივერსიტეტის კვლევა არის რახან გრძელვადიანი იყო ესე, უფრო 3D გამოსახულებას რო შევადაროთ, რომელსაც დამატებითი ნიუანსი შემოაქვს ამაში და არ უარყოფს დანარჩენი კვლევის შედეგებს. ანუ ამბობს, რომ კავშირი შეიძლება იყოს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც არის გასათვალისწინებელი. ანუ მარტო ის კი არ არის, რომ ხშირად იყენებს ვიღაცა სოციალურ ქსელს. არამედ იქ სხვა რამეებიც უნდა ვნახოთ. ლოგიკას ამაში ვხედავ, ანუ ლოგიკა არის ესეთი, რომ კი სოციალური შედარება ყველას გამოგვიცდია, მაგრამ გვერდზე თუ გიდგას მოზარდს ოჯახი, სამეგობრო წრე, რა ვიცი, ვიღაცა, ვინც გეუბნება რომ მაგარი ხარ, კარგი ხარ, არ არის საჭირო იქ არ შეხედო Instagram-ზე დაფოტოშოპებულ ან რას ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მოდელებს და გარშემო მიმოიხედე, აქაც ყავს კარგი როლური მოდელები. იმას ალბათ ნაკლებად დააზიანებს სოციალური ქსელი, ვიდრე ადამიანს, რომელიც მარტო არის და სკროლავს და ხედავს, რომ ყველა უკეთესად არის ვიდრე თვითონ. როდის იყენებს ამ სოციალურ ქსელს, მაგასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება დღეში 3 საათზე მეტი იყო, მაგრამ ისე იყოს გადანაწილებული, რომ თქვათ, ძილში ხელს არ გიშლიდეს და ეს მერე გეხმარება, რომ არ იყო შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანი. მეორე რაც უნდა ვიცოდეთ, არის ეხლა ძალიან პოპულარული თეორია, რომელიც ეყრდნობა 2017 წელს ჩატარებულ კვლევას. და ამ კვლევის მიხედვით, გარკვეული დროის გატარება სოციალურ ქსელში მოზარდისთვის სასარგებლოც კია. კვლევა იყო ესეთი, რომ წარმოიდგინოთ 3 ჯგუფი აიღეს, ერთი ვინც საერთოდ არ მოიხმარს სოციალურ ქსელს, მეორე ვინც 3 საათზე მეც მოიხმარს და ერთი შუაში, ესე ვთქვათ, საათნახევარი 2 საათი. ეს 3 საათზე მეც ვინც მოიხმარდა ამ კვლევის თანახმად, ასევე კავშირი იყო დეპრესიასა და შფოთვით აშლილობასთან. ყველაზე კარგად იყო ვინც შუაში იყო, ანუ ზომიერად ვინც მოიხმარდა. ლოგიკა ამაში არის და თქვენც დაინახავთ, ანუ იდეა არის ის, რომ დღეს გინდა არ გინდა სოციალიზაციის ძალიან დიდი ნაწილი ხდება ონლაინ. ანუ ერთი ძალიან დამოკიდებულება ხელს გიშლის, მაგრამ მთლიანად თუ მოწყვეტილი ხარ, ეგეც არ გაძლევს საშუალებას, რომ კარგად განვითარდე. ანუ ეს არსებობს რაღაცა ბალანსი, რაღაცა ზუსტი დოზა, სწორი დოზა, რომლის მერეც არ აუშავს, ანუ გამოიყენოს მოზარდმა სოციალური ქსელი, იმის იქით ცუდია, იმაზე ნაკლებიც არ არის მაინდა-მაინც კარგი, იმიტომ რომ გარიყულად იგრძნობს თავს. როგორც ვთქვი, ეს არის 2017 წლის კვლევა, რაც დღევანდელი სტანდარტებით არის ძალიან ძველი, მაგრამ მას შემდეგ კიდევ არაერთი, რა ვიცი, 10-ზე მეტი კვლევა ჩატარდა აი ამ თეორიის გარშემო და უმეტესობამ დაადასტურა, რომ ესეთი რაღაცა მართლა არსებობს, ანუ არის ბალანსი, რომლის დაცვის შედეგადაც მენტალურ ჯანმრთელობას პრობლემა არ მიადგება. და მეორე ყოველთვის ცალსახად აღნიშნავ ხოლმე, რომ 11% თიმატა, 9% თიმატა
ასე შემდეგ. არ ნიშნავს რომ ყველაში გამოიწვევს, ანუ უფრო დიდი არის საფრთხე. თავისუფლად შეიძლება ვიღაცა 5 საათი იყოს სოციალურ ქსელში და არაფერი მენტალური პრობლემა არ კონდეს ამის გამო. და რახან ეგვახსენე, მოდი იმასაც ვიტყვი, რომ ეს ბალანსიც ინდივიდუალურია. ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენია ზუსტად სწორი, არ ძალიან ცოტა და არ ძალიან ბევრი. და ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ თქვა 2 საათ სოციალურ ქსელში მოზარდი რას აკეთებს, რომ ერთია რომ უაზროდ ესე სკროლავს, თუ მეორეა რომ შეიძლება მოზარდებს ელაპარაკებოდეს, რაღაცა კამპანია დაგეგმოს თამაშში, რაღაცას როგორ შეუტიონ, რაღაცა დაამონტაჟოს, თავისთავად ქსელი შეიძლება არ იყოს ბუა. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება სწორედაც რომ თავისთავად ქსელი იყოს ბუა, იმიტომ რომ აქ არის ადვილი გამოსავალი. თითქოს რომ რა გინდა ასწავლეთ ბავშვებს ბალანსი და აღარ იქნება ომი. მედია წიგნიერება არის. გამოსავალი ზუსტად თუ დაუბალანსებთ, ყველა კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ თავზე ხო ყველა ვიცით რამდენად რთული არის ეგ. ეხლა ვის არ გქონია რომ დაჯექი TikTok-ის ამოსასკროლად და უცებ ჰოპ 3 საათი გავიდა ისე რომ აი ვერცზე მიხვდი საერთოდ რა მოხდა. რამდენს გქონია და ვინ არ ყოფილვართ ეგრე რომ რაღაცას წერ, საქმე გაქვს გასაკეთებელი და ამ დროს მესიჯი გაგეხსნა Facebook-ში, იმიტომ რომ რაღაცა მოგივიდა, მე გადახვალ იქ და უცებ საათნახევარი ისე ამოიშალა შენი ცხოვრებიდან თითქოს არც ყოფილა მანამდე. ჩვენც ეგრე ვართ, ბავშვებიც ეგრე არიან, მოზარდებიც ეგრე არიან და ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა. მით უმეტეს და ეხლა გადავდივარ თავარ პრობლემაზე, დიზაინის პრობლემას უბრუნდები, რომ თვითონ ეს აპლიკაციები, პლატფორმები წლების განმავლობაში დახვეწეს და სპეციალურად ისე მოაწყვეს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო მომხმარებელმა ამ პლატფორმაზე. ეს არის ნოტიფიკაციების წითელი ბურთი, რომელიც გიბიძგებს, რომ დააჭირო გინდა თუ არა. ეს არის ის, რომ სკროლვა არასდროს მთავრდება, ბოლოში არ ჩახვალ, შეგიძლია 24 საათი იჯდე და კიდევ დასკროლავ, არ დაგიმთავრდება ეგ არასდროს. ეს არის ლაიქები და კომენტარები, რომელსაც რაღაცას დაწერ და მე ელოდები. ეს დეტალები წლების განმავლობაში იხვეწებოდა. რომ რაც შეიძლება უფრო მეტი დრო გაგეტარებინა საიტზე. და არის არაერთი ელემენტი, რომელიც გადმოღებულია სრულიად შეგნებულად გემბლინგიდან, კაზინოებიდან, როგორ იყოს მომხმარებელი შენს საიტზე, შენს აპლიკაციაზე და არ იყოს სხვაზე. ეხლა ამასთან დაკავშირებით კვლევებს არ მოვიყვან, იმიტომ რომ არ არის საჭირო ჯერ ერთი რომ ყველა მისეაცით, რომ ეგრეა, ამას აი განსაკუთრებული რაღაცა მეცნიერება არ ჭირდება და მეორე იმიტომ რომ სასამართლოს დასკვნები მაქვს ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინათ 2 პროცესი დასრულდა ამერიკაში, რომელსაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს და რომელმაც შეიძლება სოციალური მედიის ლანდშაფტი შეცვალოს როგორც ჩანს უკეთესობისკენ. ამერიკაში არაერთ ადამიანს უცდია, რომ ეჩივლა სხვადასხვა სოციალური ქსელისათვის, უყვართ ამერიკელებს ექსპორტი, მოგეხსენებათ, სასამართლოში ჩივილი, მაგრამ როგორც წესი სასამართლოს ეჭერა ხოლმე კომპანიის მხარე. ანუ ჩივილი იყო აბსოლუტური უმეტესობა შინაარსთან დაკავშირებით, ანუ ვიღაც ჩიოდა რომ იქ პოსტი ვნახე, რომელმაც მე ჩემში უარყოფითი შედეგები გამოიწვია, ვიღაცამ ცუდი რაღაცა მომწერა და ეს შენი ბრალია მეტავ, ან შენი ბრალია Google. ეს კომპანიები შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ რა გავაკეთოთ, ეს არის სხვა ადამიანის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ სრულიად ვცდილობთ გონივრულობის ფარგლებში რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლოთ, მაგრამ ხო იცით რომ 100%-ით მაგას ვერ მოვახერხებთ. და სასამართლო ამ არგუმენტს იზიარებდა, იმიტომ რომ ლოგიკური არგუმენტია. ამჯერად ორივე პროცესი შეეხებოდა არა შინაარსს, იმ კონტენტს, არამედ დიზაინს. ორივე შემთხვევაში მოსარჩელე, სახელები არ ვიცით, ამტკიცებდნენ, რომ ზიანი მიადგათ სწორედ აპლიკაციის დიზაინის გამო. რომ მეტამ ამ შემთხვევაში შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ, ეს ვინც იყო, მომჩივანი, იმას აზარალებდა. და რა არის ამაში განსაკუთრებული, ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაიჭირა მოსარჩელის მხარე. ერთი პროცესი იყო კალიფორნიაში, მეორე ნიუ-მექსიკოში, ერთ შემთხვევაში $6 მილიონი დააკისრეს, მეორე შემთხვევაში $375 მილიონი, რაც ეხა ეს ჯერ არ დამთავრებულა, მერე არის აპელაცია, მთელი პროცესი არის, მაგრამ არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თუ აპელაციამ ძალაში დატოვა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ხსნის ჭიშკარს მერე კიდე ათასობით სხვა სარჩელისთვის. რაც შემდეგ აიძულებს ამ კომპანიას, რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანონ დიზაინში. ჩემი აზრით, ამ მხრივ ცვლილებები თუ განხორციელდება, სუბიექტური აზრია, მაგრამ რაც ეს კვლევები ვიკითხე, რა ვიცი, ესეთი აზრი შემექმნა, რომ შეიძლება არ იყოს გონივრული ბავშვების და მოზარდების აღზრდა კაზინოდან აღებული ელემენტებითა და პრინციპებით, ესე რომ, რა ვიცი, ფრთხილი ოპტიმიზმი ჩვენი თამაშია ამ შემთხვევაში. ახალი ტერმინი გაჩნდა, ესეთი ციფრული სრულწლოვანება და ავსტრალია იყო პირველი ქვეყანა 1 წლის წინ, ვინც აუკრძალა არასრულწლოვანებს სოციალურ ქსელებში გაწევრიანება. მსგავსი ტიპის მოქმედებები დაიწყეს ამერიკის რამდენიმე შტატმა, საფრანგეთმა, ინგლისმა, რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაემატება ნელ-ნელა და ევროკავშირშიც მიდის ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ეხლა ეს კიდევ
ცალკე სალაპარაკო თემა და ბოლოსთვის აი რატო შევინახე, რომ თუ გაინტერესებთ, რა ვისწავლეთ ავსტრალიისგან, დადებითი და უარყოფითი. ღირს თუ არა, რომ ბავშვებს აუკრძალოთ სოციალური მედია. ამ ეტაპზე ზედაპირული კვლევით პირდაპირ პასუხია, რომ ალბათ არა, მაგრამ რა ვიცი, ვნახოთ და პირდაპირ რო გითხრათ, ჩვენც გადაცემა არის ერთი ნიუანსი. გზადაგზავს სწავლობთ, რა გაინტერესებთ თქვენ. რა შეიძლება უბრალოდ თქვენს გულთან და ინტერესთან ახლოს იყოს და რა შეიძლება იყოს ნაკლებად საინტერესო. ამიტომ გაგვიზიარეთ აზრი. თუ რამე საინტერესოა, გავითვალისწინებთ. აუცილებლად მე გაგიშალაშილებ ნიუანსის მთელი ზვინით გაგიმასპინძლდებით არ არის კარგი, იმიტომ რომ რაღაცა რამე სხვით, რამე გემრიელი ნიუანსებით გაგითვალისწინებთ. მოკლედ, დაგვიკომენტარეთ და ვიდრე მანდახართ თუ რა ვიცი, ვიდეოს მოიწონებთ და არხსაც გამოიწერთ, არც ეგ გვეწყინება. დროებით.